მთელი ყურადღება ირანზე იყო გადატანილი, ამიტომ ღაზა ყურადღების ცენტრში არ აღმოჩნდა. მაგრამ რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა რაღაც თქვა, რამაც ეს შეცვალა. დიახ, მარკ, ვფიქრობ, ხმამაღლა წავიკითხავ იმას, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა დაწერა. ან როგორც შენიტყოდი, Truth Social-ზე გამოაქვეყნა. დღეს მშვიდობის საბჭომ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ჰამასის და ღაზაში ყველა სხვახა შეიარაღებული ჯგუფის სრული განიარაღების შესახებ. ეს არის მონუმენტური ნაბიჯი მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ. ეს შეთანხმება კრიტიკული ნაბიჯია იმისკენ, რომ ღაზა საბოლოოდ მართოს ახალმა პალესტინურმა მთავრობამ, რომელიც მშვიდობის საბჭოსთან მჭიდროდ ითანამშრომლებს პალესტინელი ხალხის დასახმარებლად. ბოდიში რომ ჩავფრუტუნე. ამავე დროს ისრაელი მიიღებს იმ უსაფრთხოებას, რომელსაც იმსახურებს, რადგან ღაზა აღარ იქნება ტერორისტული თავდასხმების ბაზა. ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი ტრამპის 20 პუნქტიანი გეგმის განხორციელებაში. შეთანხმება განხორციელდება ფრთხილად დაგეგმილი ეტაპებით. როგორც კი განიარაღება დასრულდება, ისრაელის ძალები გავლენ. და საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალა ახალ პალესტინურ პოლიციასთან ერთად იმუშავებს, რათა აიღოს პასუხისგებლობა, რომ ღაზა იყოს უსაფრთხო, როგორც მისი მცხოვრებლებისთვის, ასევე მეზობლებისთვის. ერთი წლის წინ ძვინვარებდა სასტიკი ომი, ჰუმანიტარული კრიზისი და მძევლები სასტიკ ტყვეობაში იყვნენ. ჩვენ ისტორიული პროგრესი გვაქვს მიღწეული, მაგრამ კიდევ ბევრი სამუშაოა დარჩენილი. მინდა მადლობა გადავუხადო მედიატორებს, ეგვიპტეს, ყატარსა და თურქეთს, მათი მნიშვნელოვანი ძალისხმევისთვის და განსაკუთრებით ჩემს გამორჩეულ გუნდს, რომლის დაუღალამა შრომამ ეს ისტორიული გარღვევა შესაძლებელი გახადა. ის საფრთხე, რომელიც გაჩნდა ღაზადან 7 ოქტომბერს, აღარ მიეცემა აღდგენის საშუალება. ამ შეთანხმების მიხედვით, ღაზა საბოლოოდ გადავა ახალი პალესტინური მთავრობის ხელში, რომელიც ემსახურება თავის ხალხს. გილოცავთ ყველას ამ საოცარ მიღწევას, რომლის მიღწევაც ყველა ამბობდა, რომ შეუძლებელი იყო. კარგი, მარკ, როგორც წარმოიდგენ, ვიტყოდი, რომ ამ განცხადებაში სიტყვების 90% მაიძულებდა ხმამაღლა გამეცინა. თუ შეიძლება იქნება ახსნა, რა იყო მასში ისეთი, რამაც მე თქვათ წარბი ამაწევინა. ვერ დავიწყებ იმის წარმოდგენას, რა ხდება შენს თავში ზოგჯერ რუთი, მაგრამ ამას ვიტყოდი, ხომ ასეა? კეთილგანწყობილი ისრაელელი შეიძლება თქვას, რომ ეს ძალიან კარგია, რომ სიმართლე იყოს. ჰამასი აპირებს განიარაღებას. ეს იყო ისრაელის ომის მიზანი. ღაზაში იქნება ახალი მთავრობა, არა ჰამასი. ეს იყო კიდევ ერთი ისრაელის ომის მიზანი და ჩვენ გვექნება მშვიდობა და ძმობა. ჰამასი აღარ იქნება საფრთხე. ბოდიში ღაზა აღარ იქნება საფრთხე ისრაელისთვის. კიდევ ერთი ისრაელის ომის მიზანი. მაგრამ ფიქრობ, ბევრი ადამიანი ისრაელში და ისინიც ვინც ძალიან უყვართ პრეზიდენტი, იტყოდნენ, რომ ეს ძალიან კარგია იმისთვის, რომ სიმართლე იყოს. და რა არის იმის ნიშანი, რომ ეს ყველაფერი მართლაც მოხდება? არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ ჰამასი მზად არის უარი თქვას თავის იარაღზე. არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ ჰამასი მზად არის უარი თქვას პოლიტიკურ ძალაუფლებაზე ღაზაში. არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ ჰამასი აპირებს უარი თქვას თავის ჯიჰადზე, ისრაელის, ებრაელების და ყველა დანარჩენის წინააღმდეგ. სხვა სიტყვებით, რა საფუძველი აქვს პრეზიდენტის განცხადებას? და აშკარად მან რაღაც მოისმინა მათგან. ის ახსენებს მათ, შუამავლებს, ეგვიპტეს, თურქეთს, ყატარს, ხომ ასეა? მაგრამ რამდენად არის ეს უბრალოდ რაღაცა ძველი, რაც ხელახლა მეორდება? იმიტომ რომ ყველაფერი, რაც მე ვიცი ჰამასზე, ნიშნავს იმას, რომ ჰამასი არ აპირებს იარაღის ჩაბარებას, რადგან თუ ამას გააკეთებენ, მათ საკუთარ პოლიტიკურ მტრეებს გაზაში ამოხოცავენ. ყველაფერი მეუბნება, რომ ისინი არ შეცვლიან თავიანთ ჯიჰადისტურ იდეოლოგიას, რომელიც ამბობს, რომ უნდა გაანადგურონ ისრაელი და რაც შეიძლება მეტი ებრაელი მოკლან. და ამიტომ მინდა, რომ პრეზიდენტს დაუჯერო. ვისურვებდი, რომ ის რასაც ამბობს, სიმართლე იყოს, მაგრამ ყველაფერი ჩემში მეუბნება, რომ ეს ისტორიული გარღვევა არ იქნება. მე ამ ეტაპზე ისტორიულ გარღვევას ვერ ვხედავ. კარგი, პირველ რიგში, რაც ამაში საინტერესოა და ვფიქრობ, ყველამ უნდა იცოდეს ეს, შეიძლება აუდიტორიამ არ იცის, მაგრამ ისრაელი ამ გეგმაში მონაწილე არ არის. ეს შეთანხმება ძირითადად შეერთებულ შტატებსა და ჰამას შორის იყო. და მშვიდობის საბჭოს სხვადასხვა წევრები ჰყავს. ეხლა
ისრაელი ამაში მონაწილე არ არის, მაგრამ პრეზიდენტმა ტრამპმა და მისმა გუნდმა წარადგინეს და წარსულში წარადგენდნენ ამ შეთანხმების პირობები ისრაელს გადასცეს განსახილველად, რომ მოესმინათ, რა სიტყოდა ისრაელი ამაზე. და რაც ვიცით ბოლო განცხადების შესახებ, ისრაელის მთავრობა ძალიან კმაყოფილი არ იყო, მაგრამ ეს დიდად არ ჰქონდა მნიშვნელობა. მიზეზი კი ის არის, რომ ჰამასმა უკვე თქვა, არა, ჩვენ ამას არ დავთანხმებულ ვართ. ეს ცოტა ირანს გავს. ყოველ ჯერზე, როცა ტრამპი ამბობს, რომ შეთანხმებას ვუახლოვდებით, ისლამური რესპუბლიკა პასუხობს, არა, ჩვენ არ ვუახლოვდებით. ამ შემთხვევაში ისევ ჰამასმა, ეხლა ჩავთავ ჩანაწერს, ჰამასის ერთ-ერთი მაღალი რანგის წარმომადგენლისგან სახელად ღაზი ჰამადი. საინტერესოა, მისი სახელია ღაზი, თითქმის როგორც ღაზა. ღაზი ჰამადი. და მას ინტერვიუ პირს მორგანმა ჩამოართვა. მოდით ერთი წუთით მოусმინოთ, რას ამბობს ის და შემდეგ ვისაუბრებთ პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს პასუხზე ამ ყველაფერზე. ჰამასი როგორც განმათავისუფლებელი ორგანიზაცია, ჩვენ არასდროს ჩაგვიდენია დანაშაული. ჩვენ არასდროს მოგვიკლავ მშვიდობიანი მოქალაქეები. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გავათავისუფლოთ ჩვენი ხალხი ოკუპაციისგან. თქვენ შეგიძლიათ თქვათ 100%. აი ვარ დარწმუნებული. ჩვენ არასოდეს ჩაგვიდენია დანაშაული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. შეიძლება რაღაც შეცდომა მოხდა, მაგრამ ეს ჰამასის პოლიტიკა არ არის. მართლა მზად არის ჰამასი განიარაღებისთვის. შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენ არ შეგვიცვლია ჩვენი მენტალიტეტი, ჩვენი მიზანი, ოკუპაციის დასრულება, პალესტინურ დაჯგუფებებთან ერთად ოკუპაციის დასრულებისთვის ბრძოლის გაგრძელება, რადგან ეს ჩვენი წმინდა მისია, რათა დასრულდეს ოკუპაცია. ვილაპარაკეთ მძიმე იარაღის შენახვაზე ეროვნული კომიტული კომიტეტის პასუხისგებლობით წერტილი და ეს არის ყველაფერი. სხვა ტერმინებზე არ გვისაუბრია, არც განიარაღებაზე და არც სხვა რამეზე. შეიძლება კომენტარი გავაკეთო. პირველი, რაზეც მინდა შეგახსენოთ, ვფიქრობ ჩვენი მაყურებლებისა და მსმენელების უმეტესობა მიცის, მაგრამ როცა ჰამასი ამბობს, რომ ისინი ოკუპაციის დასრულებისთვის იბრძვიან, ისინი არ საუბრობენ ღაზაზე ან დასავლეთ სანაპიროზე. იუდეა და სამარია. ისინი საუბრობენ თავად ისრაელზე. 1967 წლამდე არსებულ ისრაელზე. სხვა სიტყვებით, მათთვის თელ-ავივი ოკუპირებულია, მათთვის ჰაიფაც ოკუპირებულია, მათთვის ბეერშევაც ოკუპირებულია. სხვა სიტყვებით, ასეთი ფორმულირება ზოგჯერ იცით, ხალხს გონია, რომ ისინი საუბრობენ პალესტინის სახელმწიფოსთვის ბრძოლაზე დასავლეთ სანაპიროსა და ღაზაში. არა, როცა ისინი ოკუპაციას ამბობენ, ბატონი ჰამადი გულისხმობს, რომ ისრაელი საერთოდ არ უნდა არსებობდეს. მაგრამ მინდა რაღაც გითხრა, რაც შეიძლება ოპტიმიზმის საფუძველს მოგცემს რუთი, ან სულ მცირე, ნაკლებ პესიმიზმს პრეზიდენტის ნათქვამთან დაკავშირებით. რადგან ძალიან ყურადღებით მოусმინე თითოეულ სიტყვას, რომელიც Truth Social-ზე მისი განცხადებიდან წაიკითხე. და პრეზიდენტმა თქვა, რომ ისრაელი დაიწყებს გასვლას ღაზადან. და თქვა, როცა დემილიტარიზაცია დასრულდება. ეს თქვა პრეზიდენტმა. და თუ ეს ამერიკის პოლიტიკის ნამდვილი განცხადებაა და ეს პრეზიდენტმა თქვა, ეს ნიშნავს, რომ ისრაელს ბევრი სანერვიულო არ აქვს, რადგან ისრაელისგან არაფერს ელიანიან, თუ ჯერ ჰამასი არ განაიარაღდა. და დღეს ჩვენ ღაზის დაახლოებით 60%-ს ვაკონტროლებთ. ტერიტორია, რომელსაც ვაკონტროლებთ, ისრაელის ტერიტორიას ესაზღვრება, რაც ნიშნავს, რომ ისრაელის ძალები ბუფერულ ზონაში არიან, რომელიც ისრაელის სამოქალაქო მოსახლეობას იცავს. ეს ძალიან კარგი მდგომარეობაა ისრაელისთვის. ჩვენ უკეთ ვიცავთ ჩვენს საზღვრებს და ჩვენს ხალხს. და თუ პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ ისრაელზე არანაირი ზეწოლა არ იქნება უკანდახევაზე, რადგან ჯერ დემილიტარიზაცია უნდა დასრულდეს. ასე რომ გამაღვიძეთ, როცა ჰამასი სერიოზულად განაიარაღებს თავს. კარგი, პირველ რიგში მოდით კიდევ ერთ რამეს შევეხოთ ამ მომხიბლელ ბიჭზე ღაზი ჰამადზე. იცით, მან ახლახან უთხრა პირს მორგანს, რომ არა, ისინი არ კლავენ ხალხს, ან როგორც არ უნდა ჩამოაყალიბა. მაგრამ ეს იგივე ადამიანია. და მე ეს ვიცი, რადგან შენ არაერთხელ მოიყვანე მისი ციტატა, როცა პრემიერ-მინისტრის ოფისის სპიკერი იყავი იმ წელს, 7 ოქტომბრის შემდეგ. მან ამაყად თქვა, ჰამასი ჩვენ კლავ და კლავ გავიმეორებთ 7 ოქტომბერს. ასე რომ, იცი, ერთი მხრივ და კიდევ ერთხელ ჩვენ ვიცით ამის შესახებ, რადგან ჰამასის ეს ბიჭები ერთს ამბობენ არაბულად, მეორეს ინგლისურად. ზოგჯერ ისინი ინგლისურადაც აღიარებენ იმას, რასაც არაბულად ამბობენ. მაგრამ აი ჩემი შეშფოთება, რაც პრეზიდენტ ტრამპზე თქვით, შეიძლება მართალია. მაგრამ იგივე არ ითქმის მშვიდობის საბჭოს შემთხვევაში, მშვიდობის საბჭოს ხელმძღვანელთან დაკავშირებით. ნიკოლაი მილადონოვი, თუ სწორად ვამბობ მის სახელს, ის ძალიან გაბრაზდა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუზე. მისწერა წერილი და უთხრა, თქვენ, იცით, ძალიან ბევრ ჰამასელს კლავთ გაზაში. უნდა შეწყვიტოთ ეს. ჩვენ ცდილობდით სიტუაციის დამშვიდებას. შემდეგ ის ჩამოვიდა ისრაელში და მათ შეხვედრა-კვედრა ჰქონდათ 2 შაბათს, 3 აგვისტოს. სხვათა შორის დღეს, როცა წერთ, არის 4 შაბათი,
5 აგვისტო. როცა ეს შეხვედრა ქონდათ, შეხვედრიდანო გამოვიდნენ, სიტუაცია ცოტა უკეთესი იყო. რატო იყო ცოტა უკეთესი? იმიტომ რომ იმ 15 პუნქტიანი გეგმის პირობების პროექტის მიხედვით, რომელიც ნეთანიაჰუს წარუდგინეს, ამ გეგმის მიხედვით, ეს არ არის ის, რაც შენ თქვი, ან თუნდაც როგორც ტრამპმა ჩამოაყალიბა. ეს არის ის, რომ ისრაელი გაიყვანს ჯარს, სანამ ჰამასი განაიარაღებს. და ყოველ ჯერზე, როცა ჰამასი ცოტათი განიარაღდება, ისრაელიც ცოტას გაიყვანს ჯარს. და ნეთანიაჰუმ თქვა, არავითარ შემთხვევაში. ჩვენ არ გადავდგამთ არც ერთ ნაბიჯს, სანამ ისინი სრულად არ განაიარაღდებიან. აი კიდევ ერთი პრობლემა. როგორც ვიცით, არაბულ საკითხებში მრავალი ექსპერტის ანგარიშებიდან, პრობლემა ამ გეგმის ფორმულირებაში ისაა, რომ ისინი სრულად განაიარაღებას არ ითვალისწინებენ. მათ შეუძლიათ კონდეთ პირადი ცეცხლსასროლი იარაღი, ესეთი რაღაცები მაგალითად საკუთარი იარაღი საკუთარ სახლში. როგორც ჯგუფს, იარაღის ქონა არ შეუძლიათ. სამხედრო ძალად ვერ იარსებებენ. ეს კიდევ ერთი საკითხია, რაზეც ნეთანიაჰუ და ვლადანოვი კამათობდნენ, ან მსჯელობდნენ. ეხლა როცა ნეთანიაჰუ იმ შეხვედრიდან გამოვიდა, მან თქვა, კარგი, ჩვენ გვაქვს მათ და ჩვენ დავადასტურეთ მშვიდობის საბჭოსთან ერთად, რომ არანაირი გამოყვანა არ იქნება, სანამ ჰამასი არ განაიარაღდება. მაგრამ განაიარაღების განმარტება ცოტა ბუნდოვანი იყო პირველ რიგში. და მეორე ცუდი ნაწილი მათი შეხვედრის ის იყო, რომ როგორც ჩანს ნეთანიაჰუმ დათანხმდა ჰამასის ტერორისტების მიზანმიმართული ლიკვიდაციების შეწყვეტას ღაზაში, რომ შეწყვიტოს მათი დევნა. და ამის ნაცვლად მხოლოდ ისინი მოკლან, ვინც გამოჩნდება, იცი, გვირაბებიდან გამოძურება და ისრაელის ჯარისკაცებისკენ წავა. და როგორ ვიცით, რომ ნეთანიაჰუმ ამას დათანხმდა? იმიტომ რომ იმ შეხვედრის შემდეგ მიზანმიმართული მკვლელობები შეწყდა. და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ძალიან ცნობილი მძევლები, გათავისუფლებული მძევლები, იმ საშინელი ხოცვა, ჟლეტის და ტყვეობის გადარჩენილები იყვნენ. მათი დამტყვევებლები თითო-თითოდ ისრაელის თავდაცვის ძალებმა მოკლეს. და ეს კარგია. ესე რომ ეს ყველაფერი ძალიან შემაშფოთებელია, მაგრამ მას შემდეგ რაც ამაზე უპასუხებ, მოდი ცოტა ვისაუბროთ არა ჰამასზე. ყველა თითქმის თანხდება, რომ ისინი ტერორისტები არიან. არამედ პალესტინის ადმინისტრაციაზე ღაზაში. გააგრძელე. პირველი რაც სწორად აღნიშნეთ ბატონი ჰამადი, ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც ამბობს, რომ 7 ოქტომბერს უდანაშაულო ადამიანები არ მოკლულან და ასე შემდეგ. მე ყოველთვის მჯეროდა, როცა ისრაელის მთავრობის პრესპიკერი ვიყავი, რომ ისრაელის იმიჯისთვის საზღვარგარეთ საუკეთესო იყო. ჰამასის წარმომადგენლებს თვითონ ელაპარაკათ. და ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ ისინი ხშირად თავად არ ლაპარაკობენ და საუბრობენ შუამავლების მეშვეობით, გაეროს ორგანიზაციების ან ექიმებისა და ეგრეთ წოდებული ადამიანის უფლებათა აქტივისტების საშუალებით, რომლებიც ჰამასის გავლენის ქვეშ არიან. მაგრამ როცა ჰამასის წარმომადგენლები თავად ლაპარაკობენ, ისინი ან სასაცილოდ გამოიყურებიან, ან ვერ მალავენ ვინ არიან სინამდვილეში. ანუ ფანატიკოსი ჯიჰადისტები, ხომ ასეა? და მე სრულიად ვეთანხმები იმას, რომ ბატონმა ხამენეიმ რაც შეიძლება ხშირად ილაპარაკოს, პრობლემა ისაა, რომ ისინი თავს მალავენ. ვფიქრობ, ისინი ხვდებიან, რომ პრობლემებია იმაში, როცა საკუთარ თავს ისეთებად წარმოაჩენენ, როგორებიც სინამდვილეში არიან. მაგრამ კიდევ ერთხელ მე მოუწოდებდი მედიას, რომ ბატონ ხამენეის ინტერვიუ ჩამოართვან. ვფიქრობ, ყოველთვის კარგია, როცა ხალხი ისმენს, რას ამბობს ის მილადნოვზე. რაღაც მინდა გითხრა, რუთი. ის იერუსალიმში ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის გაეროს კოორდინატორის პოზიციაზე იყო. და ყოველთვის ვინც ამ როლს ასრულებდა, ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა ისრაელთან, ისრაელის მთავრობასთან. ყველა მათგანი აღიქმებოდა როგორც, იცით, უკიდურესად პროპალესტინურად განწყობილებად და მათ არ მიიჩნევდნენ სხვანაირად. ისრაელის მთავრობის მიერ, ხო ასეა? ხო, სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ისინი არ აღიქმებოდნენ როგორც და მახსოვს, როცა მან დაასრულა თავისი ვადა იმავე გაეროს თანამდებობაზე, მას პრემიერ-მინისტრის ოფისში მიიწვიეს გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრთან. და ოფისში, საგარეო საქმეთა სამინისტროში და ეროვნული უსაფრთხოების ბიუროკრატიაში იყო განცდა, რომ ბოლოს და ბოლოს გაერომ გამოგზავნა ერთი ადამიანი. ალბათ შემთხვევით, ალბათ არა მათი განზრახვით. დიახ, მაგრამ ადამიანი, ვისთანაც გვეგონა, რომ შეგვეძლო მუშაობა, ეს არ ნიშნავდა, რომ ის ყველაფერს ეთანხმებოდა, რასაც ჩვენ ვაკეთებდით. ან ჩვენ ვეთანხმებოდით ყველაფერს, რასაც ის აკეთებდა. მაგრამ გვეგონა, რომ გვყავდა სერიოზული პარტნიორი. და მხოლოდ ის ფაქტი, რომ ის მიიწვიეს და ჰქონდა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა, რაც მე არასდროს მახსოვს მისი რომელიმე წინამორბედის შემთხვევაში მომხდარიყო. მას ჰქონდა განსხვავებული რეპუტაცია ჰქონდა, მას სამართლიანობის რეპუტაცია ჰქონდა. სამწუხაროა, რომ მთელი გაერო ასეთი არ იყო. ასე რომ, ვფიქრობ, ესეც რაღაცით შემთხვევითობა იყო, რომ ის ამერიკელებმა აირჩიეს. და ვფიქრობ, რომ ეს თითქოს ისრაელის მხრიდან თვალიჩაკვრით მოხდა, რომ ის მისაღები იქნებოდა როგორც მთავარი წარმომადგენელი მშვიდობის საბჭოსთვის. და ამისთვის ხომ იცით, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მას გაეროს გამოცდილება ჰქონდა და ის გარკვეული დროის განმავლობაში ემირატებში ანალიტიკურ ცენტრს ხელმძღვანელობდა.
ასევე საბოლოოდ ისრაელმა ის აღიქვა, როგორც ადამიანი ვისთანაც შეიძლებოდა თანამშრომლობა. და რადგან ეს ურთიერთობა არსებობს და პრეზიდენტი ტრამპი უნდა რომ ეს გამოვიდეს, მე ვფიქრობ, ისრაელმა უნდა იცოდეს, როგორ ითამაშოს ეს თამაში. შეიძლება ძალიან ცინიკურად უყურებდეთ, რომ ეს ვერ იმუშავებს, რადგან ჰამასი არაფერს გააკეთებს, ხომ ასეა? მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ ვითამაშოთ ეს თამაში ისე, რომ ყველასთვის გასაგები იყოს. და ყველაზე მნიშვნელოვანია პრეზიდენტ ტრამპისთვის, რომ სწორედ ჰამასია აქ ხელისშემშლელი მხარე და არა ისრაელი. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ჩვენ და ვფიქრობ ნეთანიაჰუ ძალიან ფრთხილად, მშვიდად და სწორად თამაშობს თავის კარტებს, ხომ ასეა? ყველასთვის უნდა იყოს ნათელი, რომ სწორედ ჰამასია ის, ვინც არ ასრულებს იმას, რაც უნდა შეასრულოს. რაც შეეხება თქვენს ბოლო საკითხს, მიზანმიმართულ ლიკვიდაციებზე, კარგი? მას შემდეგ, რაც ბოლოს შეხვდით, თქვენ ამბობთ, რომ მიზანმიმართული ლიკვიდაციები არ ყოფილა. მაგრამ სწორედ იმ კვირას მანამდე რამდენიმე მიზანმიმართული ლიკვიდაცია მოხდა. და შემდეგ შეიძლება იყოს სიმშვიდის პერიოდები, რადგან ხელსაყრელი სამიზნე უნდა გამოჩნდეს, ხომ ასეა? უნდა ნახო, როგორ ამოდის ამ ადამიანებიდან რომელიმე მიწიდან. და პირდაპირ უნდა ვთქვა ეს. თუ ჰამასის ლიდერი გამოვიდოდა მიწიდან და ვიცით, რომ ის პირდაპირ არის პასუხისმგებელი 7 ოქტომბრის მასაკრაზე, ფიქრობ ის აზრი, რომ ისრაელი ესეთ პირობებში მას არ გაანეიტრალებდა. მე იმ ჰამასის ლიდერს ვეტყოდი, გამოდი და მაინც ველოდებოდი, რომ ისრაელი მას გაანეიტრალებდა. მე ვფიქრობ, რომ მათ არ უნდა დაუჯერონ იმას, რაც თქვენ ახლახან თქვით. საკუთარი უსაფრთხოებისთვის მათ არ უნდა დაუჯერონ იმას, რაც თქვენ ახლახან თქვით. ვფიქრობ, თუ სერიოზული ტერორისტი იქნებოდა, რომელსაც შეგვეძლო გაგვენეიტრალებინა, მაინც ამას გავაკეთებდით. ეს იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი საკუთარი განმარტება, თუ რას ნიშნავს თავდაცვითი აორთქლება. იმედი მაქვს, რომ ის ბუნდოვანი ტერმინები, რომლებსაც ის იყენებს და მიზეზი, რის გამოც ნეთანიაჰუმ ეხლა გაზაში ჯარებს უთხრა, რომ დამშვიდნენ, იყო ის, რომ ის ახლახან გამოვიდა იმ შეხვედრიდან. და ეს დაახლოებით ასეა. მოდი ცოტა დავიცადოთ, მერე გავაგრძელებთ და მერე გავარკვევთ ყველაფერს. კარგი, იყოს ასე. მაგრამ აი რა მინდა ვთქვა. მინდა ერთ საკითხზე შეგეწინააღმდეგო, რაზეც შენ და მე ხშირად ვკამათობთ. შენ სულ ამბობ ჰამასი. დაივიწყე ჰამასი ერთი წუთით. პირველ რიგში, კარგი ამბავი ისაა, რომ მართლაც წარმოუდგენელ წარმატებებს მივაღწიეთ ღაზაში. მიუხედავად იმისა, რას ამბობენ ანტი-ნეთანიაჰუს მომხრეები. საუბარი არ არის მხოლოდ იმაზე, რომ ღაზის ტერიტორიის 60-დან 70%-ს ვაკონტროლებთ. საქმე იმაშია, რომ მართლაც ძალიან ბევრი ტერორისტი გავანადგურეთ და სამხრეთ ისრაელში მცხოვრები ადამიანები თავიანთ სახლებში ბრუნდებიან. ეხლა იქ უსაფრთხოა და ასე შემდეგ. აი ეს არის კარგი ამბავი ამ ომთან დაკავშირებით და განსაკუთრებით იმის გამო, რომ იქ ბძევლები აღარ დარჩნენ, რაც ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა, რადგანაც ნებისმიერი თავდასხმა, რომელსაც ღაზაში ვახორციელებდით, ჩვენ საფრთხეში ვაყენებდით მძევლებს. ესე რომ, ეხლა მძევლები აღარ არიან და ეს ძალიან გვეხმარება, მაგრამ დავივიწყოთ ჰამასი. მინდა სხვა ჯგუფებზე, პალესტინის ადმინისტრაციაზე და მშვიდობის საბჭოზე ვისაუბრო. და ამ ყალბ იდეაზე თითქოს პალესტინის მთავრობას ექნება პოლიცია. და პალესტინის მთავრობა იქნება ტექნოკრატები, რომლებიც შეაგროვებენ იარაღს და დაადასტურებენ, რომ ჰამასი განიარაღდება და გააკონტროლებენ ჰამასს. ჩვენ ეს უკვე გამოვცადეთ. პალესტინის ადმინისტრაცია, ისინი ტერორისტები არიან. მათ მხარი დაუჭირეს მე-7 ოქტომბრის თავდასხმას. ერთადერთი განსხვავება მათსა და ჰამას შორის ისაა, რომ ისინი სძულთ ჰამასი, რადგან თავად სუთ და ჰამასმა ისინი გადმოაგდო სახურავებიდან ღაზაში 2005 და 2006 წლებში. მას შემდეგ, რაც ისრაელი გამოვიდა ღაზადან. ისინი მეტოქეები არიან, მაგრამ როცა საქმე ისრაელის სახელმწიფოსა და ებრაელების განადგურების სურვილს ეხება, ისინი ერთ აზრზე არიან. და ირანმა სხვათა შორის ისლამურმა რესპუბლიკამაც გააკეთა განცხადება მშვიდობის საბჭოსა და 15 პუნქტიან გეგმაზე და თქვა სისულელეა, ჰამასი არ განაიარაღდება. ანუ ბოლოს და ბოლოს ირანი ამბობს, ჩვენ ვიცნობთ მათ და ისინი ჩვენი ხალხია. კარგი. ეხლა მიზეზი, რატომაც ამას ვახსენებ, ისაა, რომ ეს გეგმა პალესტინელების შეიარაღებასაც მოიცავს. ეს ცუდია. იქ უკვე ვიყავით. ეს ოსლოს შეთანხმებებში გავაკეთეთ, ჩვენ მათ ვაძლევთ იარაღს და მერე ამ იარაღით ვკლავენ. ფანტაზია თითქოს არსებობს რაღაც პალესტინური წარმონაქმნი, რომელიც მშვიდობიანი იქნება, მცდარია და როგორ ვიცით ეს? სხვა მიზეზებთან ერთად, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ყველაფერში ამბობენ, მათ გაზეთებში, სასკოლო წიგნებში, ყველაფერში, რასაც აკეთებენ, ამას პირდაპირ აცხადებენ, მაგრამ ამას იმიტომაც ვიცით, რომ არც ერთი სხვა ქვეყანა არ სურს მათ მიღება.
არა განსაკუთრებით არაბულ ქვეყნებს. აი ეს, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ახლახან ჩაწერა პოდკასტი, გრძელი პოდკასტი. გადიტაობთან ისრაელელ ინტელექტუალთან, რომელიც ასევე წერს JNS-თვის. ის შესანიშნავი ადამიანია და ძალიან წარმატებული პოდკასტი აქვს ებრაულად. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამ კვირაში მას უთხრა, ერთადერთი სხვა ქვეყანა, სადაც არ აძლევენ ადამიანებს წასვლის უფლებას, ვინც წასვლა უნდა, ჩრდილოეთ კორეა. კარგი, ეს თქვა მან. ეხლა ღაზელები ბევრს უნდა წასვა, რადგან იქ ჯოჯოხეთია, რომელიც მათ თვითონ შექმნეს. მათ შექმნეს თავიანთი ჯოჯოხეთი და შემდეგ დაიწყეს ებრაელების მოკლა. და შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვიწია მათზე თავდასხმა და ასე შემდეგ. ისინი წასვლა უნდათ, არავის უნდა მათი მიღება. არც ერთი არაბული ქვეყანა. რატო? იმიტომ რომ არაბულ ქვეყნებს იციან, სადაც არ უნდა წავიდნენ, ყველაფერს ნაგვად აქცევენ. და იორდანიის მეფესაც არ უნდა ისინი, რადგან ის თავის პალესტინელ მოსახლეობასაც მეხუთე კლასის მოქალაქეებად ექცევა. არც მას უნდა ისინი. გადმოაგდებენ ტახტიდან. სხვა ქვეყნებს პალესტინელების სულთ. ასე რომ, რასაც ისინი აკეთებენ არის ის, რომ მუდმივად ამბობენ, რომ ისრაელს გვერდით პალესტინის სახელმწიფო უნდა კონდეს. რადგან თავად არ უნდათ, როგორც ნეთანიაჰუმ თქვა, ეს იმიტომ ხდება, რომ მათ სურთ ისრაელი დაადანაულონ. მათ სურთ ეს ისრაელის პრობლემად იქცეს. და როცა საქმე კარგად არ წავა, ისრაელი დაადანაშაულონ. და რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის ხედავთ. მინდა გიპასუხო რუთი. არის რაღაცები, რაშიც გეთანხმები, რაღაცები, რაშიც არ გეთანხმები, რაღაცები, რაშიც კატეგორიულად არ გეთანხმები და რაღაცები, რაშიც ნაწილობრივ არ გეთანხმები. მაგრამ პირველ რიგში მართალი ხარ, რომ არსებული მდგომარეობა შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში არამგრადი იყოს. მაგრამ არსებული მდგომარეობა, როცა ისრაელს ღაზის 60-დან 70% უკავია და რომ ჰამასის სამხედრო მანქანა მნიშვნელოვნადაა დაშლილი, ასეა. ეს კარგი მდგომარეობაა ისრაელისთვის. და ჩვენ იმდენი მათი ლიდერი მოვკალით, ეს კარგი მდგომარეობაა ისრაელისთვის. და ისიც, რომ ჩვენი ჯარები ბუფერულ ზონაში არიან, რაც ხელს უშლის მათ ჩვენს სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმაში, კარგი მდგომარეობაა ისრაელისთვის. სხვა სიტყვებით, დღევანდელ მდგომარეობას გაზაში თუ შევადარებთ, 2023 წლის 6 ოქტომბერს ჩვენ ბევრად უკეთეს სტრატეგიულ მდგომარეობაში ვართ. ჰამასი, როგორც საფრთხე ისრაელისთვის, მხოლოდ ჭტილია იმასთან შედარებით, რაც ადრე იყო. ამისთვის მადლიერები უნდა ვიყოთ, ეს კარგია. და ბევრი ისრაელი ჯარისკაცი, როგორც იცით, მსახურობდა და იბრძოდა. სამწუხაროდ ზოგი მათგანი დაიღუპა და ზოგი დაშავდა. და ეს ასე. მაგრამ მდგომარეობა ნამდვილად უკეთესია. და ისრაელი ამ უპირატეს მდგომარეობას არ დათმობს. ნამდვილად არაფრის სანაცვლოდ, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა მოხდეს, რომ ისრაელმა საერთოდ განიხილოს უკან დახევა. და ეს უნდა ითქვას. თქვენ თქვით და მესმის რატომაც, თქვენ ძალიან ცინიკურად უყურებთ იმ პალესტინურ მთავრობას, რომელიც შეიქმნება ღაზაში იმ შეთანხმების მიხედვით, რაც მიღწეულია. და აქ მინდა რაღაცა ვთქვა. ეს შეთანხმება ჩვენი მძევლები გამოვიყვანეთ. ჩვენ ყველა მძევალი გამოვიყვანეთ სწორედ ამ შეთანხმების წყალობით. და შესაძლებელია, რომ ისრაელის საზოგადოება იმდენად იყო კონცენტრირებული მძევლების გამოყვანაზე, ხომ ასეა? და ჩვენ ყველამ ვიცით რატომად, რომ დეტალებს ყურადღება არ მივაქციეთ. მაგრამ დეტალებში ეწერა, რომ ჰამასის განიარაღების ფარგლებში უნდა შექმნილიყო რაღაც. ეს იცით, ყველაფრის წინაპირობაა. პალესტინური სამოქალაქო თვითმმართველობის შექმნა, რაზეც ისრაელის მთავრობა თავიდანვე აცხადებდა, რომ მზად იყო. არა პალესტინის ავტონომია. ეს არ უნდა იყოს პალესტინის ავტონომია. ეს არ უნდა იყოს პალესტინის ავტონომიის ქვეშ. სინამდვილეში ერთ-ერთი ადამიანი, ვიზეც ბევრ საუბრობენ, იცით, რომ ეს საკითხი წაიყვანოს. ძალიან ცუდი ურთიერთობა აქვს პალესტინის ავტონომიასთან და იცით, ვიზზე ვლაპარაკობ. მოდით ვნახოთ, როგორ განვითარდება ეს ყველაფერი. ცხადია, რომ ამ ტექნოკრატიულ მთავრობას ასე ეძახიან. ან მათი ოფიციალური სახელწოდებაა ღაზის ადმინისტრირების ეროვნული კომიტეტი, ხომ ასეა? ეს არის მათი სრული სახელი. მაგრამ ხალხი ამბობს, რომ ეს არის ტექნოკრატების კომიტეტი, რომელიც იცით, უზრუნველყოფს, რომ საკვები მიეწოდოს, წყალი მოდიოდეს და ნაგავი შეგროვდეს, ხომ ასეა? და რომ ისინი არ იქნებიან არც პალესტინის ავტონომია და არც ჰამასი, და ისინი იქნებიან ესეთი ადგილობრივი მთავრობა, როგორც მუნიციპალური მთავრობა ღაზის მოსახლეობისთვის, მოკლევადიან პერსპექტივაში. ეხლა, როგორ შეუძლიათ მათ რაიმე კონტროლი კონდეთ, თუ ჰამასი იარაღი აქვს? პასუხი არის ვერა. მაშინ ეს გავს ლიბანს ომამდე, როცა ჰეზბოლა იღებს გადაწყვეტილებებს და არსებობს რაღაც ხელოვნური მთავრობა, რომელსაც არანაირი კონტროლი არ აქვს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გსურთ წინ წასვლა და ეს ის საკითხია, რომელიც ისრაელმა უნდა დააკენოს, ხომ ასეა? ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, განიარაღდება თუ არა ჰამასი. და ვარაუდია, რა თქმა უნდა, რომ ისინი ამას არ გააკეთებენ. ისინი არ დათანხმდებიან. და შესაბამისად ეს მთელი გეგმა ჩიხშია და წინ ვერ წავა. კიდევ ერთი ბოლო რამ პალესტინელებზე, რაც ასე ლამაზად თქვით, არის და იცით, პალესტინელები უნდა წასვლა. თუ პალესტინელებს გაზადან წასვლის უფლებას მისცემდით, ისინი რა თქმა უნდა წავიდოდნენ. და მთავარი პრობლემა ისაა, რომ არავის უნდა მათი მიღება.
ეს არის სიმართლე. არავის უნდა ისინი. თქვენ თქვით მოკლედ, მაგრამ მოდით ვთქვათ, იცით, მინდა დეტალებში შევიდე და მგონი ამაზე უკვე ვისაუბრეთ პოდკასტში. იორდანიელებს არ უნდათ ისინი, რადგან პალესტინელებმა იორდანიაში რევოლუციის მოწყობას სცადეს, რომ მონარქია დაემხოთ, ხომ ასეა? ასე იყო. და სამწუხაროდ ისინი მიზანთან ახლოსაც იყვნენ. ლიბანელებს არ უნდათ ისინი, რადგან ლიბანის სამოქალაქო ომი პალესტინელების ქცევის გამო დაიწყო ლიბანში. ხალხი სპარსეთის ყურის მეორე მხარეს, განსაკუთრებით კუვეიტში, მაგრამ არა მხოლოდ კუვეიტში, ახსოვთ როგორ იყვნენ სპარსეთის ყურეში მცხოვრები პალესტინელები, აქტიური მხარდამჭერები და ღიად მადლიერები. როცა სადამ ჰუსეინის ერაყმა ყურეში შეიჭრა და კუვეიტს დამოუკიდებლობა წაართვა, ხომ ასეა? ხალხს ეს ამბები ახსოვს. ეგვიპტეში ისინი ღაზელებს ჰამასად აღიქვამენ. ჰამასი მუსლიმთა საძმოა, იგივე ადამიანები, რომლებმაც ეგვიპტეში გენერალ სისის რეჟიმის სამხედრო ხელისუფლების დამხობას სცადეს. ამიტომაც ყველა ამ მიზეზის გამო არაბულ სამყაროში ხალხი მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თანაუგრძნონ და იცით, ისინი მხოლოდ სიტყვიერ მხარდაჭერას გამოხატავენ. მაგრამ არ სურთ, რომ პალესტინელები მათთან ახლოს იყვნენ, რადგან ეს მათთვის პრობლემას ქმნის. და დასავლეთის ქვეყნებში შეიძლება, იცით, მილიონი ადამიანი გამოვიდეს ქუჩაში, არ ვიცი, პარიზში, პალესტინელების მხარდასაჭერად, დიახ, და სხვა დასავლურ ქალაქებშიც. მაგრამ მართლა სურთ ევროპელებს და სხვა დასავლელებს, რომ ღაზადან პალესტინელები, რომლებიც ჰამასის საგანმანათლებლო სისტემაში არიან აღზრდილები, მათ ქვეყნებში ჩავიდნენ. პასუხი აშკარად უარყოფითია. ჩვენ ნახეთ რეაქცია ეხლა 60,000 მაროკოელზე, რომლებიც ესპანეთის ერთ ნაწილში საზღვარზე გადმოვიდნენ, დიახ, და უცებ მთელ ევროპაში ყველა ამბობს, არა, ჩვენ არ გვინდა ეს ადამიანები, ხო ასეა? არა მხოლოდ ესპანეთში, არამედ მთელ ევროპაში, იოპაში. და ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არის ტრაგედია. ტრაგედია ის არის, რომ თუ ღაზელებს არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცემოდათ, ისინი რა თქმა უნდა წავიდოდნენ. მაგრამ ტრაგედია ის არის, რომ არავის უნდა მათი მიღება. და ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არავის უნდა ისინი, არის ის, რომ ეს მათი ბრალია. არა მათი პირადი ბრალი, არამედ პალესტინელების ქცევა წარსულში, როცა ისინი იყვნენ გარეთ, იცით, ღაზას და ასე შემდეგ. მოусმინეთ, ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამ საკითხზე და იმაზე, რაც ბევრმა დაბრუნებულმა მძევალმა თქვა, მათ შორის ვინც გადარჩა, რომ ღაზაში უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობა არ არის. მათ თქვეს, რომ არავინ დაეხმარათ. და ჩვენ ვიცით, რომ ჰოლოკოსტის დროსაც კი მოდით იყვნენ მართალი არაებრაელები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდეს, რომ ებრაელები დაემალათ, დაეცვათ, ნაცისტები მათგან მოეშორებინათ. იყვნენ მართალი არაებრაელები, ბევრი. ღაზაში არც ერთი, არც ქალი, არც ბავშვი, არც მოხუცი ქალი, არც მოხუცი კაცი არავინ დაეხმარა იმ ძევლებს. თუ რამე, ისინი მათ დასცინოდნენ, მათ ქვებს ესროდნენ. ისინი თანამენოდნენ, ისინი თანამონაწილეები იყვნენ. ეხლა რა თქმა უნდა, ვერ იტყვი, რომ ყველა ადამიანი ასეა და თქვენ იცით, რომ ამას არ ვამბობ. ვიცი, რომ ეს ფართო განზოგადებად ჟღერს. მაგრამ მიზეზი, რატომაც ეს თლად ფართო განზოგადება არ არის და ეს მაბრუნებს რამალაში მცხოვრებ პალესტინელებთან, პალესტინის ავტონომიასთან, რომელთა სასკოლო წიგნებითაც გაზას მცხოვრებლებიც სწავლობდნენ. იცი კლავ ორ ებრაელს და კიდევ ორ ებრაელს კლავ. რამდენია ეს ჯამში? და ანტისემიტიზმი, ისრაელის სიძულვილი და მკვლელობა და საკუთარი თავის მოწამეობა ალლაჰისთვის. ეხლა, როგორ შეიძლება თუ ბავშვებს დაბადებიდანვე ასწავლი, რომ ალლაჰისთვის მოწამეები გახდნენ, აუცილებლად ესეთები გაიზრდებიან. ამ ხრივ მესმის, რატო არ შეიძლება იყვნენ უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები ღაზაში, რომლებიც მთლიანად ამ ბარბაროსულ იდეოლოგიაზე არიან აღზრდილები. ამიტომ გარკვეული დრო დასჭირდება ამ აზროვნების დერადიკალიზაციას. კარგი, ასე რომ ამ ეტაპზე რაც არ უნდა თქვათ, პალესტინელები თუ არა, ამჟამად ეს ჯერ არ მომხდარა. და პირიქით, გაზას ომმა ბევრ ადამიანს, როგორც თქვენ ამბობთ დასავლეთში, დაიწყო რადიკალიზაცია და პალესტინური სასკოლო სახელმძღვანელოების მსგავსად საუბარი, ხომ ასეა. რაც იმას ნიშნავს, რომ გაზასა და რამალაში და მსგავს ადგილებში დერადიკალიზაციის ნაცვლად, დასავლეთი კვლავ რადიკალიზაციას უკეთებს ასე წოდებულ პრო-პალესტინურ ადამიანის უფლებებს, ასე წოდებულებს. ასე რომ ყველაფერი უკუღმა წავიდა, მაგრამ ერთი რამ ვიცით, როცა ამბობთ, რომ ეს არ იქნება პალესტინის ადმინისტრაცია, კარგი, სახელები განსხვავდება, მაგრამ არსი იგივეა, პალესტინური ერთეული. პირველ რიგში, ჰამასი ერთადერთი ტერორისტული ჯგუფი არ არის ღაზაში. არის პალესტინის ისლამური ჯიხადი და სხვა ჯგუფები, რომელთა სახელებიც შეიძლება არც კი იცოდეთ. და საქმე იმაშია, რომ ნებისმიერი ტექნოკრატ პალესტინელისთვის იარაღის მიცემა ისევ ოსლოს შეთანხმებებთან დაგვაბრუნებს. პალესტინულ პოლიციას ვერ გვეყოლება, ისევ და ისევ, სანამ ისინი არ დერადიკალიზდებიან. და ისინი არ არიან დერადიკალიზებული.
კარგი? მათ გონებაში ეს ჯერ არ მომხდარა. ესე რომ ეს უკიდურესად საშიშია. როცა თქვით, რომ ისრაელის მთავრობა დაეთანხმა ამას, კარგი. და სხვათა შორის კიდევ ერთ რამეს ვიტყვი. სწორედ ეს უთანხმოება არ იყო, რამაც ყველა მძევალი დააბრუნა. ეს ისრაელის სამხედრო ძალამ გააკეთა. რაც შეთანხმებას შესაძლებელს ხდიდა. ზუსტად ესე. ზუსტად ასე. უბრალოდ. ვიცი, რომ ტრამპს სურს ფელი დამსახურება ძევლების გათავისუფლებაში საკუთარ თავზე აიღოს. მაგრამ ჩვენი შვილები და ქალიშვილები გაზაში იბრძოდნენ, რომ ძევლები დაებრუნებინათ. და მე ჩვენ უნდა მივცეთ მათ დამსახურება. ეს იყო ის, რამაც შეთანხმება დააგვირგვინა. მაგრამ ეს იყო სამხედრო ზეწოლა. ეს იყო ისრაელის სამხედრო ზეწოლა. ფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი საკითხია. არა, მე 100%-ით ვეთანხმები. ვფიქრობ, რომ ისრაელის სამხედრო ზეწოლის გარეშე ჰამასი კვლავაც გააკონტროლებდა ღაზის 100%-ის. ხომ ასეა? მახსოვს, უკვე 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს იყო. ომის დაწყებიდან სულ რამდენიმე კვირა იყო გასული. უკვე მაშინ გაეროს გენერალური მდივანი, რომელიც მადლობა ღმერთს საბოლოოდ გადადგება და დაასრულებს თავის საქმიანობას ამ წლის 31 დეკემბერს, გუტერეში მან თქვა ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, მათ შეეძლოთ ჩვენზე თავდასხმა, შეეძლოთ საზღვრის გადაკვეთა, შეეძლოთ ხოცვა, შეეძლოთ მკვლელობა, შეეძლოთ გაუპატიურება, შეეძლოთ თავის მოკვეთა, შეეძლოთ ცოცხლად დაწვა, ხომ ასეა, ცოცხალი ადამიანების დაწვა, შეეძლოთ მძევლების აყვანა. და შემდეგ როცა ისრაელი პასუხობს, ეხლა ცეცხლის შეწყვეტა. და ეს გიჟური სიტუაცია. თუმცა მინდა დავასრულო, რადგან ჩვენი დრო იწურება, ერთი ისტორიით, რომელსაც გაგიზიარებ, რუთი. გთხოვ. ერთხელ შევხვდი ზომიერ პალესტინელს. რატომ არის ის ზომიერი პალესტინელი? იმიტომ რომ ისრაელებთან შეხვედრაზე დათანხმდა, ხომ ასეა? ეს არის ზომიერი პალესტინელის განსაზღვრება. და მან მითხრა შემდეგი წინადადება, რომელსაც ახლა გავაანალიზებთ, მოკლე ანალიზს გავაკეთებთ. მან თქვა: მე მესმის, რომ ებრაელებმა ევროპაში დიდი ტანჯვა გადაიტანეს. მაგრამ რატო უნდა გადაეჭრა ევროპას თავისი ებრაული პრობლემა ჩემი, მისი ხარჯზე? და რას ამბობს სინამდვილეში? ის ამბობს, მე მესმის, რომ ებრაელებმა ტანჯვა გადაიტანეს. მაგრამ ფაქტობრივად ამბობს, რომ ისრაელი არალეგიტიმურია. ეხლა მის კომენტარს რაღაც რაოდენობა აქვს. და ის ცდილობს ჩემთან კეთილგანწყობილი იყოს, ცდილობს მითხრას, რომ მშვიდობა მინდა და ასე შემდეგ. მესმის. პირველი რამ რაც უნდა ითქვას, მან თქვა, ვიცი რომ ებრაელებმა ევროპაში ტანჯვა გადაიტანეს. ის არ საუბრობს ახლო აღმოსმოსლეთის ებრაელების ტანჯვაზე, ერაყის ებრაელებზე, სირიის ებრაელებზე, ლიბანის ებრაელებზე, ეგვიპტის ებრაელებზე, ალჟირის ებრაელებზე და ასე შემდეგ, რომლებიც იტანჯებოდნენ არაბული ნაციონალიზმის, პრონაციზმის, პოგრომებისა და აჯანყებების დროს. და რომ მათ ბევრ შემთხვევაში იძულებით გააძევეს საკუთარი ქვეყნებიდან, იყო მასობრივი მკვლელობები, ყველაფერი ეს, რაზეც არ გვინდა ვისაუბროთ, რადგან თითქოს არაბებს ებრაელები უყვართ. აი ამას ცდილობს მითხრას, ხომ ასეა? რაც აშკარად სიმართლეს არ შეესაბამება. მაგრამ მეორე მხრივ ის უგულებელყოფს. ამავე დროს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში როდესაც ჰოლოკოსტი მიმდინარეობდა, პალესტინური ეროვნული მოძრაობის ოფიციალური ხელმძღვანელობა ტიტულარული ლიდერი, პოლიტიკური ლიდერი იყო ადამიანი სახელად ჰაჯ ამინ ალ-ჰუსეინი, რომელმაც ომის პერიოდი ბერლინში გაატარა პალესტინელების მუსლიმი ჯარისკაცების მობილიზება იუგოსლავიაში, ვაფენ-SS-ის რიგებში საბრძოლველად, ხომ ასეა? და მაინც თითქოს ჩვენ პალესტინელებს ამასთან არაფერი გქონდა საერთო. და იგივე პალესტინელი ლიდერი ომის შემდეგ ის ევროპიდან გარბის. მას ომის დამნაშავედ ეძებენ ალ-ჰუსეინი. ის როგორღაც ეგვიპტეში ხვდება. ეგვიპტიდან კი ღაზაში. და ყველამ იცის, რომ ის მოკავშირეების მიერ ძებნილი ომის დამნაშავეა. მათ სურდათ ალბათ ნიურნბერგში გაესამართლებინათ, ხომ ასეა? ის ღაზაში მთელი პალესტინის მთავრობის პრეზიდენტად აირჩიეს. ხომ ასეა? ესეთი წარსულის მიუხედავადაც კი. და ეხლა ის მეუბნება. ჩვენ ვიცით, რომ ევროპაში მოკლეს. კი, მაგრამ შენ ნეიტრალური იყავი. თქვენ უბრალოდ მაყურებლები იყავით. და ბოლოს როცა მეუბნება, ვიცი, რომ იტანჯებოდი. მაგრამ რატო მოგიწია მოპარვა, არა მოპარვა? ამბობს, რატო მოგიწია ეს ჩემს თავზე გადმოგეტანა, ხომ ასეა? რასაც ის ამბობს, ისრაელი არალეგიტიმურია. და ეს კიდევ ერთხელ, ეს თითქოს ზომიერი ხმა. მეუბნება, რატო მოგიწია, იცი, ჩემი ქვეყნის წაღება? რატო უნდა გადაგვეხადა ჩვენ ფქასი? სხვა სიტყვებით, ამ ლოგიკით, ჩვენ უცხო შემოჭრილები ვართ. ჩვენ შემოჭრილები, მე შემოჭრილი. შემოჭრილი. დღეს ჭრილი. დღეს სიტყვებთან მიჭირს. იდეა ისაა, რომ ჩვენ არალეგიტიმურები ვართ. ხომ ასეა? ჩვენ მოვედით და რაღაც ავიღეთ, რაც ჩვენ არ გვეკუთვნოდა. და თუ მოვედით და თქვენი მიწა მოვიპარეთ, ხომ ასეა? თუნდაც ჩვენ გვეთკინა. როგორც ბევრ კრიმინალს თკივა, ხომ ასეა? გამაუპატიურებელს შეიძლება თავადაც ქონოდა ვინმესგან სექსუალური ძალადობის გამოცდილება. და ქურდი შეიძლება ძალიან ღარიბი იყოს და ფული შვილებისთვის სჭირდებოდეს, მაგრამ მაინც მოვიპარეთ. და ეს არასწორია. და რას ამბობს ის? შეიძლება შენს გეთკინა, მაგრამ მოხვედი და ჩემი მიწა მომპარე. ბოდიში. ებრაელების კავშირის უარყოფა ისრაელის მიწასთან ნიშნავს ისტორიის უარყოფას, ნიშნავს რეალობობის უარყოფას. ხო ასეა? მე ვიტყოდი, რომ ეს ანტისემიტიზმიც კი არის, რადგან ეს ნიშნავს ებრაელების კავშირის იგნორირებას იუდეასთან, საიდანაც ჩვენ მოვდივართ. სწორედ იქიდან მოდის სიტყვა ებრაელი. ის რომ უგულებელყო რაღაცა ისეთი ძლიერი და ჭეშმარიტი, საბოლოოდ არალოგიკურია. და ამიტომ ეს სხვა სამყაროში გადადის.
დიახ, აბსოლუტურად. და ეს ნიშნავს ბიბლიისა და უძველესი დროის იგნორირებას. მოусმინეთ. ყოველდღიურად პოულობთ არქეოლოგიურ აღმოჩენებს, რომლებიც ამტკიცებს ბიბლიაში დაწერილს. ჩვენ ამ მიწის მკვიდრნი ვართ, ებრაელები. ეს ჩვენი უძველესი ისტორია. ასე რომ აბსოლუტურად მართალი ხარ, ეს დიდი ტყუილია. და ამიტომ სანამ ისინი არ დერადიკალიზდებიან და კიდევ ერთხელ დავასრულებ იმით, რასაც ხშირად გეუბნებოდი. მე არ ვხედავ, რომ ეს ჩემს სიცოცხლეში მოხდება. მაგრამ ნახოთ. რუთი, იცი, მზად ვარ მივიღო, რომ ეს ჩემს სიცოცხლეში არ მოხდება, მაგრამ შენ წინ ბევრი დრო გაქვს. ასე რომ არც ერთ ვარიანტს არ გამოვრიცხავ. მოუთმენლად ველი შენთან საუბარს მომავალ კვირას. მეც